მოგესალმებით, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. გადავინაცვლებ ქეთისთან, კვანტორის შევეხოთ მის საქმიანობას, უფრო მეტი რო გვიამბოთ საქმიანობასთან დაკავშირებით და ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს გენდერულ საკითხებს, კონკრეტულად როგორ იყენებთ, როგორ მართავთ რისკებს ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოგესალმებით, სალომე, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები სტუმარს და ყველას, აბსოლუტურად ყველა ქალბატონს და ასევე აბსოლუტურად ყველა მოსახლეს მთელი მსოფლიოს მიულოცავ მარტის თვეს, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებული, ეს არის შეხსენება იმის შესახებ, თუ რამხელა ბრძოლა დაჭირდათ ქალებს იმისთვის, რომ მოსულიყავით იმ მდგომარეობამდე, თანასწორობის იმ მდგომარეობამდე, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, ბოლომდე სამართლიანი, თუმცა გვაქვს. ამ ეტაპზე ვისაუბრებ ჩემს კომპანიაზე. ჩვენი კომპანია 2019 წლიდან არის საქართველოში. ის არის საერთაშორისო ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა. ეს არის ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ძირითადად საქმიანობს თანამშრომლობს ბიოფარმაცევტულ და ჯანდაცვის მსხვილ ორგანიზაციებთან, ეგრეთ წოდებულ პრემიუმ ლიგის კომპანიებთან, როგორც შეიძლება იყოს Pfizer, Perkins, Elmer და ბევრი სხვა. სამწუხაროდ მე კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე არ მაქვს ყველა კომპანიის დასახელების უფლება და ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მათთან, რადგან რომ დავეხმაროთ მათ დააჩქარონ წამლების თუ სხვადასხვა სამედიცინო ჯანდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებით მიღწევების ბაზარზე გამოტანა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანმრთელობის უფრო სწრაფად გაუმჯობესებას, ვინც ამას საჭიროებს. რაც შეეხება AI-ის მიმართულებით, AI ეს არ არის სიახლე, პირველად 1952 წლიდან გამოჩნდა ის, როდესაც პირველი AI პროგრამა დაიწერა ინგლისში და შემდეგ უცებ აღმოჩნდა იმავე წელს, რომ ეს არის ის საშუალება, რომელსაც აქვს ადამიანთან მსგავსება, ან უნარი აქვს, რომ შეისწავლოს და შეიმეცნოს რაღაცა, თუ მას სწორად ვატრენინგებთ და სწორ ინფორმაციას ვაძლევთ. თუმცა განსაკუთრებული ბუმი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გამოჩნდა ბოლო წლებში, როდესაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული ChatGPT იყო რაღაც ესეთი მარკეტინგული ყველაზე დიდი ის, რომ ყველა თვალები გაახილა, თუმცა ჩვენ გარკვეულწილად ამას მუდმივად ვიყენებდით მარკეტინგში, იყენებდნენ ბაზრის კვლევისთვის, როდესაც თუნდაც Facebook-ი რაღაცას ჩვენს საძიებო სისტემაში უცებ მიხვდება და ნახულობს ის ჩვენ გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტებს და აი ამ ბუმის საფუძველზე ჩვენმა კლიენტებმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს, რომ შეექმნათ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები და დაენერგათ მათ სფეროში. აქ ორი საფრთხე იყო გარკვეულწილად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე არის ის, რომ სამწუხაროდ კომპანიების დიდ ნაწილს, არა მხოლოდ ჩვენს კლიენტებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით აქვს სურვილი, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ ისეთი პროფესიების ჩასანაცვლებლად, როგორიც არის მაგალითად ადამიანური რესურსების მართვა, რეკრუტინგი და ეს გარკვეულწილად პრობლემას უქმნის დასაქმებას, იმიტომ რომ ადამიანები შეიძლება დარჩნენ კი ბატონო სამუშაოს გარეშე, თუმცა მეორე მხრივ არის ჩვენ სფეროში დადებითი არის ის, რომ ამას იყენებენ იმისთვის, რომ შეიმეცნონ, რაც შეიძლება და სწრაფად მოხდეს სხვადასხვა კვლევები, სწორად და ადეკვატურად მოახდინონ ანალიზი, მონაცემთა ბაზების გამოყენება, მონაცემთა მეცნიერების გამოყენება, კრიტიკული ანალიზის გამოყენება, იმისთვის, რომ სწორი ჯანდაცვის გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ შემთხვევაში თვითონ კომპანიაში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლები თავად არიან გარკვეულწილად და მე მიხარია აღვნიშნო ის, რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი წამყვანი არის ზუსტად ხელოვნური ან მანქანური სწავლების პროფესიონალი და ის არის გოგონა, საკმაოდ ახალგაზრდა 25 წლის გოგონა, რომელიც ასევე BTU-ში ასწავლის და ცდილობს, რომ თავისი ცოდნა სხვა ქალბატონებსაც გადაცეს და არა მხოლოდ. და რადგანაც ჩვენთან თავად იქმნება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ასევე იმ ეთიკურ ნორმებს, რაც აუცილებელია ამ გადაწყვეტილებების შექმნაში. ზუსტად აქ ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე კომენტარები მასთან დაკავშირებით, რომ თქვათ იგივე ChatGPT იყენებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, ამას ამუშავებს და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არის მიკერძოებული გენდერულ ჭრილში. აი როგორ მართავთ რისკებს ამასთან დაკავშირებით, რომ თქვენ გენდერული თანასწორობის მიღწევას შეუწყოთ ხელი და ეს გამოწვევები? სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას, თუ რა მონაცემებს აწვდიან, როგორც ვიცით, ხელოვნური ინტელექტი სწავლობს ზუსტად ადამიანისგან, ის თვითნაბადი არ არის, შექმნა ადამიანმა აწვდის ინფორმაციას და შემდეგ ამ მიწოდებული ინფორმაციას
ინფორმაციის საფუძველზე ვითარდება ის. ჩვენს კომპანიაში იმ შიდა ალგორითმებს, რომელსაც ვიყენებთ მის შესაქმნელად, პროგრამულ შესაქმნელად, ასევე ვცდილობთ, რომ ნაკლები იყოს ალგორითმული მიკერძოება, ეგრეთ წოდებული, ნაკლები იყოს მონაცემთა მიკერძოება. შესაბამისად, ყველა მონაცემს, რასაც ვაწვდით შექმნის პროცესში, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, ვცდილობთ, რომ იყოს სეგრეგირებული, ვცდილობთ, რომ იყოს ბალანსირებული, ზუსტად იყოს მიწოდებული ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი ჯანდაცვის მიმართულებით, მაგალითად ისე, რომ გათვალისწინებული იყოს, მაგალითად დიაგნოზის დასმის დროს გათვალისწინებული იყოს, თუ როგორ გამოიხატება სხვადასხვა სახით სიმპტომურად მამაკაცებში და ქალბატონებში ერთი და იგივე დაავადება და არ იყოს ეს აგებული მხოლოდ მან მამაკაცების მონაცემებზე, ან თუნდაც პირიქით, რომ ეს გენდერული ბალანსი იყოს დაცული. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომელს და ქმნით უკვე შიგნით იქნება სპეციალური ტრეინინგ პროგრამები. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ ახლა მარტივი და ადაპტირებული პროგრამა, რომელიც იქნება გარეშე მომხმარებლებისთვის და დაეხმარება მათ სწორად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ მსოფლიო მასშტაბით უკვე იქნება უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებიც კი, რომლებიც ასწავლიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაბიჯების გადადგმა. ერთ რამეს ჩავეგმეს, სამწუხაროდ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ცალკე დასაქმება ქალბატონების კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სრულად ტექნიკური, ეს არ არის მაგალითად Python-ი ან რომელიმე სხვა მიმართულება პროგრამული უზრუნველყოფის, რომ დეველოპერებისთვის მარტივად ასათვისებელი გახდეს. ეს საჭიროებს სიღრმისეულ მათემატიკურ ცოდნას, რომ იყო მანქანური სწავლების პროფესიონალი და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად STEM-ის მიმართულებით ქალბატონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად.